გამარჯობათ, მოგესალმებით. დივიზიონ 2-ში გადავედი, მოკლედ ახალი სტადიონი მაქვს. თითქმის 90 ლარიანი, 99 ლარიდან ლარი ეგ არაფერი. ასევე ტრანსფერებს რაც შეეხება რა, ვეძებ ახალ ნახევარმცველს, დიდი ალბათობით ბელინგემი იქნება, კანსელო მოგდა, მაგრამ კანსელო გუნდიდან გაუშვით, როგორც ცით მყავდა ადრე. რაც შეეხება შემადგენლობას, შემადგენლობა ჩემ ჭუაზე ყავს აწყობილი იქიდან გამომდინარე, რომ ბესციამით შეთამაშებულად არ არიან ერთმანეთთან, ამიტომაც ჩემი ჭუით დალაგებული უფრო არის შეთამაშებულიც და უფრო ხვდები ვინსა და როგორ. ვეთამაშებით კორნელას, მოკლედ თუ კორნელას არ ვიცი, მოკლედ მაგრამ პირველი მატჩი ვითამაშე 4-0 ბოლოგნასთან, მეორე მატჩი ბრაღასთან ვითამაშე 1-0 და გვაქვს ჯერჯერობით პირველი ადგილი. მესამე თამაში გვაქვს კორლეონთან და მეოთხე არის ლიდს. ამ ორ მატჩს დღეს ვითამაშებ. დიდი ალბათობით თუ ბარსაც არ შემოგვიერთდა მატჩებს შორის, არ ვიცი, შეიძლება იყოს, შეიძლება არა. გლობალ ჩემპიონ კუბში ვართ. ბარსელონა, ლიდსი და მეცი. საინტერესოა ჩემსა და ბარსელონას შორის ბრძოლა გოლდ კუბში კიდე მონაკოს ხვდებით პირველი. შემდეგ შეიძლება შევხვდეთ ნებისმიერ სხვას, მაგრამ ორივეს მოგება მესაჭიროება რა თქმა უნდა და შეიძლება ისიც მოხდეს, რომ დაღლილი ფეხბურთელებიდან გამომდინარე გამოვარდეთ რომელიმე ჩემპიონატიდან, ან გლობალ ჩემპიონატიდან, ან გოლდ ჩემპიონატიდან. ეხლა უკვე მივყვეთ ჩვენ დივიზიონ 2-ის მესამე მატჩს. შემადგენლობა აშკარად რომ მე ჯობნი ვარ, მაგრამ 4 ვარსკვლავიანი შემადგენლობა ყავს თვითონ და თამაშის დონეს გააჩნია ვისი უფრო მაღალი იქნება, რა თქმა უნდა. სახში არ გვაქვს თამაში, სტუმრად ვართ, მაგრამ ეგ არაფერი, მოსაგები უნდა მოვიქოთ. რუდიკერი იქ ყავს კვარაცხელია, როგორც ვიცი. ამიტომ მაქსიმალურად ესეთი პასებით ტვირთავთ, შემდეგ აი გვაგდებთ და ჰალანდი ვერ გააქვს თავისი პირველი გოლი და სიბრაზეც ეტყობა 1-0 და ეს რა არის, აქ ცოტა ჩეპე გვაქვს, ფორმებზე რატო არ დავაკვირდი ფორმებს? საკა თაურით საკა მაკედან თულია, თან ეგეთი სუსტი დარტყმით. რატო არ დავაკვირდი, ფორმებს მეც გამეკვირდა, მეთქი. ყველა ერთნაირად ხვიჩა, მიდი შენ შეგიძლია და ვაი. მარჯვენა მხარეს შეიძლება ხა კაი გოლის გადანა, მაგრამ ძალიან ცირედი დააკლა. მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია მომენტებს ვქმნით. ორი მომენტი შეიქმნა უკვე კარის ხაზთან და ორივე ვერ გამოვიყენეთ. რაც არ არის კარგი, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მომენტი არის მნიშვნელოვანი ხა დივიზიონ 2-ში. პლუს ამას ვინც არიცით, გეტყვით რომ ვიდეოს ქვემოთ, ამ ვიდეოს ქვემოთ დამიწერეთ თქვენი მისიები, რომ შემიშალოთ ხელი, ავიღო ყველა გოლდ მედალი რა. ჩემი მიზანი ეგ არის, რომ გოლდ მედალით მოვჭი ყველა ჩემპიონატი, ანუ პირველ ადგილზე ვიყო ყველა დივიზიონში. ამიტომ თქვენი მისია რომ ხელი შემიშალოთ ამაში და მინიმუმ მეორე ან მესამე ადგილი ავიღო და ამაღებინოთ ან ბრონზა, ან სილვერ მედალი, რაც მე არ მაწყობს. და ჯერჯერობით კარგად მივდივარ, იმიტომ რომ გოლდ მედლებით ვარ კარგა ხანია. 59 გოლდ მედალი მაქვს. რაც ცუდი არაა და მივიწევ 100-ისკენ. ისე რომ არც ერთი ბრონზა და არც ერთი სილვერი არ მექნება. ხვიჩა კიდევ ჩაატრიალა ისე როგორც ჩაჭირო, ამიტომაც ცოტა შევალაბა ახლოდან და ვეცდები პასების განემოცვაში რაღაცა მოვიფიქროთ. და მორჩა პირველი ტაიმი მშვენიერი, ძალიან მალე. მეორე ტაიმში იმედია
მივახცევთ სასურველ შედეგს. ხო, ჯერჯერობით პირველ ადგილი გვაქვს დივიზიონში, ამიტომაც ცდილობ რომ არ დავკარგო. რთული იქნება დივიზიონ 2, მაგრამ მოსაგები უნდა მოვიგო და მცველი და მამარდაშვილი აიღებს ამბურცხელებში. გადააგდებს რა თქმა უნდა წინ ბუკაიო საკა. ვის თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას. წავიდა ხვიჩა. მოატყულა ერთი, კიდევ მოატყულა. ორი კაცი ყავს. შეუძლია დაარტყას, მაგრამ ვალვერდი მაცველი დაარტყა. ნუ კარგად იმოძრავა კვარაცხელიამ, ნუ იღორა. მაგრამ თავარია იმოძრავა და სცადა მაინც რაღაც. აბა ვნახოთ, აბა ეხლა რაღაც მოიფიქრებს. შვენიერი პასი და ერლინგ ჰოლანდი, всё ეს გოლია. შეუგორა რა თქმა უნდა შვიდად წყნარად არც დაარტყა. უბრალოდ შეაგორა ძალიან ლამაზად. მაგრამ ხელი რომ მიირტყა მე რა შვებოდი ჰალანდ. დაამატებდა, მაგრამ მაინც. მაგრამ შეიძლება დაეჭირა კიდევაც 70 წუთია ძმა რა შვები უკლავ ფეხბურთელებს. ლეონელ მესი შეცვლის ხვიჩა კვარაცხელიას, რონალდო შეცვლის ერლინგ ჰოლანდს. აქ კუნდე შემოვა ჰაკიმის ნაცვლად, ნუ რა თქმა უნდა დაისვენებს მენდესიც. კიდე ნახევარდაცვაში, ნუ მინდა ვასვენოთ დებრუინი დავასვენოთ, მოდი 2, 4, 5 კაცი არის შეცვლილებაზე. შვენიერი აქ რაღაც უნდა ვქნათ ახლა რომ აქ ის არ მაწყობდა. მამარდაშვილი გადააგდე. კარგი ბიჭი, რაც შეიძლება შორს რომ ცვლილებები გავაკეთო და დავიწყოთ შორიდან თამაში. 2 კაცი შემოვიდა ცვლილებაზე და ჩვენიდან 5 შემოვა. და დაისვენებენ ბიჭები შემდეგი მატჩისთვის. კრისტიანო რონალდო მეორე ტაიმის ალბათ ერთ-ერთი გმირი რა დაარტყა. რონალდო მაინც თავისებურ სტილს არ კარგავს. ასაც მივესალმები. და რონალდო დივიზიონი ჯერ ახალი დაწყებულია და შეგიძლიათ მირჩიოთ რომელი ფეხბურთელი იყოს ბომბარდირი და რომელი ფეხბურთელი იყოს ასისტენციონარიო თუ რავი რა დაუძახო მაგას, მაგრამ ნუ ასისტების მეფე ასე ვთქვათ რა. ნუ ამ ცხრილში და ამ დივიზიონში ნახოთ ვის აირჩევთ ბომბარდირად და ვის ასისტების მეფედ. მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი წინ არის. ხო, მაგრამ ვისაც აირჩევთ, იმენა მაგით უნდა გავიდანო ხშირად გოლები და პასებიც ხშირად მაგას უნდა ვაკეთებინო, რომ ასისტების თემაში იყოს ლამაზად. აქ ლეონელ მესიზეა ბურთი. დაარტყა ბიჭო. დაარტყმას არ მოველოდი, მაგრამ დიმიტროვიჩი დავხიეთ უკან და 2-0 კრისტიანო რონალდოს გოლით მოვიგეთ. შვენიერი მატჩი. ისეს უკვე ზედიზედ 3 მოგება და რამდენს ავიღებთ, აბა 45. და რასაც ველოდებოდი. ვიფიქრე რომ არ შეგვხვდებოდა ბარსელონა, მაგრამ შეგვხვდა და ვახ ბიჭო გული გამისკდა. მეთქი ბელინგემი მომცა მეთქი და არანაირი ბელინგემი არ არის აქ. კუნდე დაიწყებს. იქ ბალდი. ვირჯილ ვან დაიკ შეცვლის ვინ თუ არა აუპამეგანო თუ უპამეგანო. როდრი შეცვლის დე იონგს და შეტევაში. ვინისიუს ჟუნიორი კვარას ნაცვლად. ჰალანდი არის
ლეაო დავსვათ იქნებოდან მოდი ლეაო იყოს და შეტევაში გავუშვათ კილიან მბაპე ბარსელონასთან დიდი ალბათობით დონარუმაც ითამაშებს ამიტომ ვნახოთ ამ შემადგენლობით რა როგორ და რანაირად მოხდება და ეს ვარსკვლავს ვიღებ მეთქი ქარტს ვიღებ სპეციალ ქარტი 62000-ია წავედით ბარსელონა და ჩვენ ისევ სტუმრად და შვენიერი გუნდი ბარსელონა საკმაოდ ძლიერი სტაბილური მაგრამ ლამინ იამალი ყავთ ყოლიათ არ წასულა არსად ლამინ იამალ ნახოთ აბა ბარსელონასთან რა მოხდება ეს ვინა რას მოვიდეს ბიჭო შვენიერი აუტი არა თამაში ვაგრძელებთ მაშინ პედრი შენ დაცვას ეხუმრები მაგრამ დე ბრუინი შვენიერი აქ ბალდი აბა ნახოთ რას მოიფიქრებს ბალდი არა ვერა ლამინ იამალი სახიფათო ფეხბურთელი რომელიც უნდა ავიყვანოთ მაქსიმალურ დაცვაზე თავარია ლამინ იამალზე არ გაკეთეს პასი მეთქი უნდა მეთქვა მაგრამ მაინც ლამინ იამალზე გააკეთეს კილიან მბაპე რაფა ლეაო ბოლომდე იბრძოლებს ამ ბურთზე იქ მეცი აგებს უკვე ლიცთან შვენიერი წავედით ლეაო კარგად გარბის გადმოაგდო ბურთი ვიბომბებით დარტყმა და არის 1-0 რუდიგერმა თუ არა აუპამეგანომ ცველმა გაიტანა შვენიერი ოლი არა ისე მართლა კარგად დაარტყა ხა იმ ცველის პოზიციაზე ნახე 1 2 3 4 5 6 მორბოდა პატკატის თემაში და ლამის მბაპემ გაუფუჭა მაგრამ კიდე გაი თავზე არ მოხვდა რაფა ლეაო კილიან მბაპე და მბაპემაც გააფუჭა არა უშავს ბევრი აფუჭებს ბურთს ლეაოსთან ორი კაცი ეგრევე გაჩნდა და აქ ფერან ტორრესი მოდის მაგრამ გააჩერეს ეგრევე ვინისიუსი ეს რა იყო ეს იყო ჯარიმა წავედით და ესეთებით გოლის გატანის შანსი არის ძალიან 0 კილიან მბაპე არა პირველი ტაიმი 1-0 შვენიერი თან მცველს გააქვს ეს გოლი და გავიმ ნუ იქ ვინისიუსი რომ მოჩერხა საჯმა არაპატია და მაინც მიცა ყვითელი რაც ნორმალურია ჩვენთვის ჩვენი გუნდისთვის რადგან საჭიროა სამართლიანი თამაში მივეს ალმები არ არის მოსყიდული ბარსა რაც ხშირად მოსყიდულად ითვლება ვისაც ითამაშება თუ გებს და ისეთ მომენტებში რომ ჯარიმა უნდა დაიდოს და არ იდება და მბაპე ვერა და მაინც შეაგდო მბაპემ თავზე გადაგდება უნდა და მე ისე მოხდა რომ პასი გამოუვიდა აქაც ვინი მოაწოდა მაღალი ადგა მიიღო და შვენიერი ორი მატჩი ნუ 1-0 რო ითამაშე რაღაცა სუსტ გუნდთან და ბარსელონასთან აგერძმაო 2-0 ჩვეულებრივ თამაშობ ნუ ესეთი რაღაცები ხდება იქით უნდა გადავ ვინისიუსის ფლანგზე
ვინისიუსი რა დარტყმა ბიჭო. შორეულ ცხრიანში. ახეთჯერ რა პასი. შვენიერი დარტყმა გამოვიდა ვინისიუს ჟუნიორს. დავსკრინო. ბარსასთან 3-0 შვენიერი. და ვინისიუსაც კაი გოლი გამოვიდა. ვერ ვიტყვი ვერაფერს. ასე ისევ კილიან მბაპე. არა ეგეთები არა და ბალდი, აბა შენიც ბალდი, არა ბალდემ ჰელი მოიხდია. როგორ გამოვიდა ის რაც მას სურდა. 76 წუთი 4-0-ზე შეგვიძლია ფიქრი ამასობაში ვითომ? ფიქრი კი არა 4-0-ზე მოგებაც შემილია ყურე. სო წავედით აბა 4-0-ზე. შვენიერი და ლიცი ისევ 2 დევს უგებს მეც. ფუნი აქ მეცი შეისევ მიქაუტაძე ალბათ. არ ვიცი. წესით არის არ ვიცი ზუსტად. მაგრამ შეიძლება გაგება. აქ საინტერესო რაღაცები ხდება. 98 წუთია. და ვინისიუსზე მიდიოდა ეს ბურთი, მაგრამ არა მიწვდა. შვენიერი 4-0 ბარსელონასთან კარგი გოლები გავიდა, აუპამეკანომაც გაიტანა. ვინისიუსმაც და მე რაფინია, მოკლედ ბრაზდება და რა თქმა უნდა მცველი გახდა მატჩის როგორც მოთამაშე. კარგი და დიდი ვიდეო გამოდის სხვათა შორის დღეისათვის. სულ ეს იყო მეგობრებო. ბარსასთან 4-0. შემდეგი თამაში გოლდება ლიცთან, მე მეცი მოგვიწევს ალბათ და ტრანსფერებში მილიტაო, არც ერთი არ გჭირდება, არც მილიტაო, არც ხაკათო, ვინც არ გჭირდება რა მოკლედ. ქართველი ხო არა, ვინმე რომ უცებ შევისყიდოთ, არავინ არ არის. დაგემშვიდობებით და თქვენი ჩელენჯები ჩაყარეთ რა მოკლედ. ნახვამდის.